ხელოვანი, არა მარტო ჩემთვის, სრულიად საქართველოსთვის. მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ჩვენ ყავს ერისიონის სახით ქართული სულის მატარებელი ანსამბლი, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის როგორც ლოტბარს, ასევე მთავარ ქორეოგრაფს რეზო ჭოხონელიძეს. მე გეტყვით ერთ ამას, რომ საქართველოს ყავდა ისეთი ქორეოგრაფი, როგორც იყო ჯანო ბაგრატიონი. ისეთი როგორც ილიკო სოფიშვილი იყო და ნინო რამიშვილი. ეს შედევრები იყო ეს ხალხი. მეორედი აღარ გამეორდებიან. მე გეტყვით, რომ ამათ შემდეგ ყველაზე ნათელი წერტილი ქართულ ქორეოგრაფიაში არის რეზო ჭოხონელიძე. რეზო ჭოხონელიძე იყო ამის ყველაფრის გამკეთებელი. ესე იგი მან მოძრავა ეს ქართული სიმღერა და ცეკვა. რეზო ჩემი არ არის, რეზო მარტო ერისიონის არ არის, რეზო არის მოვლენა ქორეოგრაფიაში. რეზო თავის ხელით თვითონ არჩევდა ფერებს. თქვათ გოგონებს რა კავები ფერი როგორ უნდა შეეცვალა. მხატვარიც იყო ესე იგი ერთი დააგლა რომ არ კერავდა, თორემ ყველაფერი რეზო იყო. ბატონ ბუხუტის როდესაც ეკითხებოდნენ თუ მან ვინ გაზარდა ქორეოგრაფებად და გვარებს თხოვდნენ, სხვათა შორის სულ რამოდენიმე გვარს ამბობდა ხოლმე ბატონი ბუხუტი და ყოველთვის იწყებდა რეზო ჭოხონელიძით. და იმიტომ იყო რომ უწოდეს მას აი როგორც ქორეოგრაფი მეტრი უწოდეს. აღიარებამდე, რომელსაც თავისი შემოქმედების წყალობით მიაღწია, რეზო ჭოხონელიძემ საინტერესო გზა განვლო. უფროსების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როცა ამიერკავკასიის რკინიგზის კულტურის სახლთან არსებულ თვითმოქმედ ანსამბლში ცეკვავდა. რუსთაველის თეატრში გამართული პირველი კონცერტი დღესაც კარგად ახსოვს. ძმასთან ერთად მოხეული შეასრულა და პირველი ტაში სწორედ მაშინ დაიმსახურა. პატარა ვიყავი, ძალიან პატარა, ესე 8 წლის, 9 წლის სიმღერის და ცეკვის ბავშვთან საუკეთესო ანსამბლი ყავდა ბატონი სოლომონ გველესიანი და მიხეილ ბახტაძე ქორეოგრაფები და იმდენად ძლიერი ანსამბლი იყო, რომ ჩვენ სტალინის წინ გამოვედით მოსკოვში. მწვანე თეატრში საკავშირო რკინიგზელთა დღეზე. ეს იყო საერთოდ ძალიან დიდი ზეიმი. როდესაც ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ბატონმა მიხეილ ბახტაძემ თავის ანსამბლს დაუმატა ქალაქში თუ კი ვინმე იყო იმ სტუდენტურ ანსამბლებში გამოჩენილი მოცეკვავეები, ამით გააძლიერა მან ის კოლექტივი, რომელიც ემზადებოდა მოსკოვში საკავშირო რკინიგზელის დღის აღსანიშნავ კონცერტზე გასამგზავრებლად. ბატონი რეზო იქ დახვდა ჩვენ როგორც უკვე წამყვანი სოლისტი. იმიტომ რომ მისი მასწავლებელი იყო პირველი მასწავლებელი მიხეილ ბახტაძე. ყველა ცეკვაში იყო ძალიან კარგი და კარგად ცეკვავდა და კარგი შემსრულებელი იყო. ისეთი ლამაზი იყო და ისე გამოანათებდა ხოლმე სცენაზე. პირველი სიგელიც სწორედ ამ ასაკში მიიღო. ცეკვა ყაზბეგურის საუკეთესო შემსრულებლის სახელიც მაშინ დაიმკვიდრა. მიხეილ ბახტაძის არაჩვეულებრივი სკოლის შემდგომ იყო ბუხუტი დარახველიძესთან ურთიერთობა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა რეზო ჭოხონელიძის შემოქმედებითი ბედი. ამ ადამიანების დამსახურება, რომ ცეკვაზე თავდავიწყებით შეყვარებულ პატარა ბიჭს არა მარტო შესრულება, არამედ თავისი წარმოსახვით ცეკვების დადგმის სურვილი გაუჩნდა. დავით ჯავრიშვილი მუშაობდა იმ ანსამბლში, სადაც დღეს მე ვარ, რომელიც არის ერისიონი. დავით ჯავრიშვილი იყო მამა ქართული ქორეოგრაფიის, რომელმაც გაზარდა, რომელმაც მოიყვანა ისეთი დიდი ბუმბერაზი ქართული ცეკვების დამაარსებელი, მე დამაგვირგვინებელი ჯანო ბაგრატიონი. ჯანო ბაგრატიონის მოსწავლე იყო ბუხუტ დარახველიძე და ბუხუტის მოსწავლე მე ვიყავი და ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი პასუხისმგებლობა. ვემზადებოდით სოფლიო ფესტივალზე, ეს იყო
ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მერვე მსოფლიო ფესტივალის წინამზადება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ გაემგზავრებოდა ის ანსამბლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დიდი ქორეოგრაფი, დიდი პიროვნება, უზარმაზარი პიროვნება ბატონი ბუხუტი დარახველიძე და იმ ანსამბლში, როდესაც მივედი, რეზო უკვე იყო ბუხუტი ბიძიას, ასევე ძახთით ჩვენ ბუხუტი ბიძიას ამის უფლებას ის გვაძლევდა ბუხუტი ბიძიას ასისტენტი, იყო რეპეტიტორი. ის რეპეტიტორად და ასისტენტად არ დაიყენებდა რიგით პიროვნებას. ფაქტობრივად ის ყავდა შვილის რანგში. მათი შეხვედრა ბედის წყალობა იყო. როგორც ბატონი რეზო აღნიშნავს, ბუხუტი დარახველიძისგან შეიძინა არა მარტო მისწრაფება ქორეოგრაფიისადმი, არამედ ისწავლა ქვეყნის სიყვარული და კაცთმოყვარეობა. ბუხუტი დარახველიძე იმ პერიოდში ანსამბლ სინათლეს ხელმძღვანელობდა. გუშინდელი დღესავით მახსენდება 60-იანი წლები, როდესაც სრულიად ახალგაზრდა სკოლის მოწაფე მივედი ტრამვაი ტროლეიბუსების სამმართველოს ცეკვის ანსამბლში, რომელსაც ჩვენი სახელოვანი ქორეოგრაფი ბუხუტი დარახველიძე ხელმძღვანელობდა. და იქ ვნახე პირველად რეზო ჭოხონელიძე, უკვე დასრული, ჩამოყალიბებული მოცეკვავე, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც დამწყები მოცეკვავისათვის და არა რომ მარტო ჩემთვის, ყველასათვის სამაგალითო იყო. და მომწონა ტეტევოს ანსამბლი, ტრამვატროლეიბუსების ცეკვის და სიმღერის ანსამბლი იყო. ასეთი და ერთი წითელ ჩოხიანი ბიჭი მახსოვს, პატარა ტანის ბიჭი. ესე იგი, რაღაცა დაფრენავდა სცენაზე რა. მე ვიკითხე და თუმე რეზო ყოფილა ჭოხონელიძე ეს, მაშინ ბუხუტისთან ცეკვავდა რეზო. ის წითელ ჩოხიანი ბიჭი დამამახსოვრდა. მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა რეზოს სოლო მთიულურში, როდესაც ანსამბლი ესე დიაგონალზე იყო და ის ავანსცენაზე ამ დიაგონალის წინ ჩაილვიდა მთელ სცენას არაჩვეულებრივი მოძრაობით, რომელსაც შემდგომში ჭოხოს მოძრაობა დაერქვა სავსებით გამსახურებულად ვიტყოდი. 1964 წელი. ფილმ ხევისბერი გოჩას გადაღებები მიმდინარეობდა. რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა ერთ სცენაში ცეკვის გამოყენება გადაწყვიტა. გუგუას როლის შემსრულებელმა თენგიზ არჩვაძემ დახმარებისათვის სახელოვან ქორეოგრაფს ბუხუტი დარახველიძეს მიმართა. მართლაც ასე მოხდა, ვნახე ბატონი ბუხუტი და უთხარი, გაუხარდა ძალიან. სტუდიაშიდაც მობრძანდა და რეპეტიციები დაგვინიშნა, სტუდიაში ჩვენ სცენა არ ჰქონდა, დარბაზი არ იყო. თუ ივლი ჩვენთანო ტროლეიბუსების სამმართველოში, ვთხარით კი ბატონო თქვი. ხო და იქ შევხვდით პირველად ბატონ რეზო ჭოხონელიძეს. გაგვაცნო ბუხუტიმ წარგვადგინა ჩვენა და დაგვეხმარეო რეზოს უთხრა ბატონს რეზოს დაავალე რომ გავუკეთე ცეკვა ამათ. აქედან დაიწყო ჩვენი შეხვედრა. და მაშინ ახალგაზრდა იყო. დამწყები ქორეოგრაფი გახდა. შემდეგ ჩამოყალიბდა დიდ პროფესიონალად. მე ჭუჭურდაიდან უყურებდი ხოლმე სცენაზე, როდესაც დავით ჯავრიშვილი მუშაობდა და მე პირველად ცხოვრებაში წავიკითხე ცეკვის შინაარსი. დავით ჯავრიშვილს ჰქონდა ცეკვა ნაბდურა დადგმული, ნაბდურა. და რა იყო ისეთ წყებსები ბრუნდებოდნენ საბრძოლებიდან თავიანთ სოფელში და შემოაღამდათ დაგვაჩხარი დაანთეს, ცეცხლი დაანთეს, ჩაეძინათ ნაბდებზე დაღლილებს. და წემს ახლა ხალი დაესიზმრა რა. და ჯანო ბაგრატიანის და წითელ კაბაში, ალისფერ კაბაში, ბასოს სიზმარი რა, შემოვიდა და დაქროლა და ამ წემსებს ეძინათ და ყველას ხალი დაესიზმრა. საოცრება იყო. და გაიპარა ახლა ეს ხალი აქ რა გათენდა და ბიჭები იღვიძებენ რომები და ხეს შეხედეს გაეცინათ ეს მეზო სიზმარი იყო, წამოხდნენ ნაბდები, მოიხსენს ბეჭებზე, შემოიყვანეს მოდიატანოს სოფლის ხალების გამოჩნდნენ.
აბა გაახალდა ხილი, აბა ხანჯლების ჩასობა, აბა ათასნაირი თეორიული ტრუკების ჩვენება, თამომწონება და ეს იყო ისეთი რაღაც ჩემთვის ზღაპარი. ეს ზღაპარი რეზო ჭოხონელიძის ცხოვრებაში თანდათან ყოველდღიურობად. ცოტა მოგვიანებით კი ნამდვილ ხელოვნებად იქცა. სრულიად ახალგაზრდა ასაკში პირველი ცეკვა დადგა და სახელოვანი ქორეოგრაფის გვერდით აფიშაზე თავისი გვარი რომ მოიკითხა, მიხვდა, რომ პროფესიად ინჟინრობა თლაც სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ქორეოგრაფია ამ ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება იყო და მისთვის ღალატი არ შეეძლო. ბატონო რეზო, თუ გახსოვთ პირველი ცეკვა, სულ პირველი ცეკვა, რომელიც დადგით და როდის იყო ეს? მაგას რა დამავიწყებს. პირველი ცეკვა მახსოვს, როდესაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. მაშინ ჯაზ ორკესტრში მიმიწვიეს, როგორც მოცეკვავე და იქ მოიყვანეს საქვეყნოს ცნობილი ქორეოგრაფი იყო ასეთი დავით მაჭავარიანი. ის ასწავლიდა იქ სახასიათო ცეკვებს, ესპანურ ცეკვას, კუბურ ცეკვას. ხო, ხა ჯაზ ორკესტრს უფრო სხვა რეპერტუარი აქვს, რა თქმა უნდა, ხო? და როდესაც ჯერი დადგა რომ თეორიული ცეკვა გაეკეთებინათ, მითხეს ხომ არ შევძლებდი მე, რომ გავაკეთებდი ამ ცეკვას. თქვენ ცეკვავდით ამ დროს? მე ცეკვავდი, ამ დროს ცეკვავდი, სტუდენტი ვიყავი და ცეკვავდი. სოსოყო ხუშმა მომაწოდა ანსამბლის ჯაზ ორკესტრის საფათო ხელმძღვანელობა მუსიკა, კონსტანტინე პევზერის გაორკესტრებული იყო ის მუსიკა და იმ მუსიკაზე დავდგი მე თეორიული ცეკვა. თავარი ის იყო რომ გაკეთდა პროგრამა, აფიშა და ჩემდა გასაკვირვად აბა 57 წელს აფიშაზე ვეწერე დავით მაჭავარიანთან ერთად ქორეოგრაფები, ესე იგი პირველი შემთხვევა, როცა დაეწერა თქვენ ქორეოგრაფია და ლევას ჭოხონელიძე. რეროს ჰქონდა მიუზიკ-ჰოლის პრეტენზია, ასეთი რამდენიმე პროგრამა დაიდგა მიუზიკ-ჰოლის წარმოდგენით და ჟანრით და იქ გასაკვირველია განსაკუთრებით გოგონების საბალეტო ჯგუფი იყო დიდი და საკმაოდ რთული იყო აი ამ თანამედროვე ჯგუფისთვის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს ქართული ცეკვის დადგმა და ამას შესანიშნავად აუღო და მოერია ამ რთულ საქმეს რეზო ჭოხონელიძე. წელი. რუსთავის თვითმოქმედ ანსამბლ სალხინოს ბუხუტი დარახველიძე ხელმძღვანელობდა. მალე ის ქუთაისში გადაიყვანეს. რუსთავის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა რევაზ მორჩილაძემ ანსამბლ სალხინოს ქორეოგრაფობა მის ნამოწაფარს რეზო ჭოხონელიძეს შესთავაზა. ჩამიყვანა ახლა იქა და მითხრა რომ შენ უნდა გააგრძელო შენი მასწავლებლების საქმე, ბუხუტ დარახველიძის საქმე. ის ქუთაისში გადავიდა და მე ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მე ჩემი მასწავლებლის ადგილზე როგორ მივალ, მაგრამ მისი თანხმობა, ასევე კულტურის განყოფილების გამგის ცხოვრება და ჩამიყვანეს მოკლედ და აი პირველი ქორეოგრაფი ძალიან ძნელია, ხო იცით, ბუხუტის შემდეგ იქ ცეკვები უნდა შეცვალოს სულ. შეიძლება ითქვას, რომ რეზო ჭოხონელიძის დადგმული ცეკვები განუმეორებელი იყო. და მას საკუთარი ხელწერა, ხარაჩოლებრივი გემოვნება, კარგად იცის ფოლკლორი. მე შემიძლია პირდაპირ თქვა,
აი ეს შემქმნელი ამ რუსთავის ანსამბლის, იმიტომ რომ ცეკვის ანსამბლი იყო რუსთავში და ხელმძღვანელობდა რეზო ჭოხონელიძე და როცა გაჩნდა ასეთი აზრი და ბატონმა ოთარ თაქთაღიშვილმა მაშინ კულტურის მინისტრი იყო და უნდოდა რომ აი ეს ანზორ ერქომაიშვილმა რომელმაც ჩამოაყალიბა გორდელას შემდეგ აი რუსთავი აი ეს მომღერლები მიიყვანეს ცეკვის ანსამბლი და ეს რუსთავის ცეკვის ანსამბლი და ეს მომღერლები შეერთეს და ჩამოაყალიბეს სახელმწიფო ანსამბლი სიმღერის და ცეკვის. ისე რომ პირველი პიონერი და პირველი ადამიანი რომელმაც დახვდა ამ გუნდს დახვდა ეს იყო რეზო ჭოხონელიძე. ძალიან მაგარი ის იყო ასე ვთქვათ ვოკალური ჯგუფი ჩამოვიდა და უკვე მოითხოვა ამან არაც ცალკე ცეკვა და სიმღერა ერთად გაერთიანება დავიწყეთ მუშაობა ბევრი ცეკვა და სიმღერა უკვე შეერწყვა ერთმანეთს და დავიწყე რა თქმა უნდა ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით და მისი მხარშედგომით გაერთიანებული ცეკვა სიმღერის გამოყენება ცეკვებში. მასთან ერთად პირველად ჩვენ გავაკეთეთ სიმღერისა და ცეკვის შერწყმა და ამან თავიდანვე კარგი შედეგი გამოიღო. ასევე გავაგზავნე მე წამოვედი ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში შესანიშნავ ლოტბართან მაესტროსთან ვიმუშავე რობერტ გოგოლაშვილთან. სასწაულები გააკეთა, ჩვენ მუშაობდით წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რომ არის ახლა არანცოვზე. მაშინ ეკლესია კი იყო გარედან, შიგნიდან არ იყო ეკლესია, პრინციპში იყო საკონცერტო დარბაზი, სადაც ჩვენ ვემსახურებოდით ტურისტებს. და ამ პატარა ადგილზე რეზომ ისეთ რაღაცები გააკეთა, რომელსაც დიდი კაცის გარდა ვერანი ვერ გააკეთებდა. მე ყველაზე მეტად რაც მე მომეწონა მაშინვე რომ სასწაულად მუსიკალური კაცია. ყური აქვს სასწაული. და მისი წინადადება იყო და მისი აზრი იყო. მანამდე მე მგონია ხალხურ საკრავებს ცეკვის თანხლებისთვის არავინ არ იყენებდა. მე თვითონ თავაზობდა ამ ადგილზე ეს ინსტრუმენტი ხო არ დავაკვე, ამ ინსტრუმენტი ხო არ დაუკრასო. და ის ჩვენ ყავდა და ეხლაც ერისიონში მეგონე კი ასე ვიცი იურა გოგოლაური. ჩვენი მისი პატარა მისი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო იქაც. ჯგუფი ყავდა ხალხურ საკრავებთან. შეგვიკერა აი ფორმები და პირველად დაჯდა ეს ორკესტრი რომ არა ყოფილა სცენაზე სცენის შუაგულში 12 კაცი პატარა ანსამბლი იყო რობერტი გოგოლაშვილი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ იქიდან მოვდივართ ერთად და ამ ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლს სახელი არ ჰქონდა ისევ ბატონ რეზოს თაოსნობით თბილისი დაერქვა უნიჭიერესი ქორეოგრაფია მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საქართველოში უნიჭიერესი არის რეზო უწყინვალესი ქორეოგრაფია სანდება ბევრი ნამუშევარები მინახია თითქმის ყველაფერი რაც კი სცენაზე გამოუტანია სამუშაოდ ყველა დადგმულ ცეკვაში ყველა მოძრაობაში, ყველა ილეთში იმხელა ქართული სულია ჩადებული, რომელიც აუცილებელია ჩვენი ფოლკლორის შესანარჩუნებლად. ბატონი რეზო ჭოხონელიძე მიეკუთვნება იმ პიროვნებათა რიგს, წრეს, რომელთა არამხოლოდ შემოქმედება, არამხოლოდ ნიჭიერება, არამედ პიროვნული თვისებები პიროვნული ხიბლი იწვევს ყოველთვის ინტერესს. ის ეძებს ყოველთვის და პოულობს კარგ მუსიკას, არჩევს და ამის შემდეგ იწყებს ცეკვაზე მუშაობას. ის არის ქართული ცეკვის, დიდოსტატი, ქართული ცეკვის ის მომფერებელი კაცი, ქართული ცეკვის მსახური. ისეთ ქართულ ძლიერ ფესვზე დგას ეს კაცი და ამას გადმოსცემს თავის უნიკალურ კომპოზიციებში და მის ცეკვებში ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად ისახება. აი სწორედ ეს არის საგანძური, რომელსაც სიღრმეში ცოდნა ჭირდება.
აი სიღრმეში ცოდნა კიდევ გამოამჟღავნა რეზო. აი ეს როგორც ქორეოგრაფმა. ისეთი საზირკველი მქონდა მე პედაგოგების, რომ არ შეიძლებოდა რომ იცით თუ საზირკველი ძლიერია, მასზე კიდე დაშენდების. არ შეიძლებოდა რომ მე არ გამიკეთებინა კარგი ცეკვები. ღირსეულად აგრძელებს იმ გზას, რომელიც გაკვალეს მისმა მასწავლებლებმა. ბატონი რეზოს ქორეოგრაფიაში ყოველთვის ყურადღებას იქცევს სისადავე, ფესვებთან რაღაც საოცარი კავშირი, დამაჯერებლობა, სილაღე და რაც თავარია, სიახლისკენ სწრაფვა. ჩემარკვასელი და მე რო შევხვდით თუ არა ერთმანეთს უკვე სამუშაო პროცესში, ჩვენ ადრე ვიცნობდით ერთმანეთს, მისი ხალიშვილი ჩემი მოცეკვავე იყო, ეკა ჩემთან ცეკვავდა, ეხლა ის ჩვენი წამყვანი სოლისტი იყო და ეხლა ამჟამად რეპეტიტორია. მან მაშინ აქვს მისხლა რომ რეზო აუცილებლად გუნდი უნდა ვაცეკვოთ. მე დამიჯდა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ამას ვატრობდი, მაგრამ სხვა ანსამბლებში ყოფნის დროს ამის საშუალება არ მქონდა. აქ დიდი გუნდი იყო. ბატონ რეზოსთან მუშაობა მართლაც რომ ერთი დიდი სიამოვნებაა, იცით, არ არის აქ მარტო ეს რომ აი ცეკვას დგავს, არა, იქ ჩადებულია ყველაფერი, იცით, იმდენად ადვილად გვიხსნის ამას, იმდენად დასაბუთებულად, იმდენად ისტორიული ფაქტებით, რომ აი რაღაცა მოდის თავისით თითქოს ყველაფერი აღარ გიჭირს არაფრის გაკეთება. რამდენი ცეკვა გაქვთ დადგმული ბატონესო? აი დაახლოებით მაინც თუ შეგიძლია. რაც საქართველოში პროგრამაში არსებობს, ყველა კუთხის ცეკვები ეს იქნება ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამღერო, აჭარა. პროგრამაში დაახლოებით 16 ცეკვა არის. პროგრამაში კი, მაგრამ თქვენ ხა ამ წლების განმავლობაში აი ახლა მე რა თქმა უნდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილებში გავდით ცეკვებს ახლა როცა მოღვაწეობდი მაგალითად სოხუმის სიმღერისა და ცეკვის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში იმუშავე, მთელი პროგრამა გავუკეთე. Резо Чохонелидзе никто не приглашал в этот ансамбль. Резо Чохонелидзе ансамблში არავის მოუწევია. მისთვის ეს არავის უთხოვია. Я вспоминаю это время, и очень тяжело. Он ამ დღეების გახსენება ძალიან მიჭირს.
მან მთელი თავისი ნიჭიერება მოახმარა აფხაზეთის ანსამბლს და დაგვიდგა ცეკვები. ის ყოველთვის ზრუნავდა ამ კოლექტივზე, რადგან ის არის არა მარტო პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცეკვების დადგმა, არამედ არის ადამიანი და მოქალაქე და ამას აკეთებდა ხალხისა და თავისი ქვეყნისათვის. Он еще человек, он еще гражданин, и он должен это делать и для людей, и для своей страны. როდესაც ეროვნული მოძრაობა ბობოქრობდა, აი მაგ დროს მე დავდგით ცეკვა ლაშქრული. ეს ცეკვა მახსოვს მე ეს ცეკვა. ეს ცეკვა, ნუ მაშინდელი მთავრობა სწორედ გამსახურდიას ხელმძღვანელობით ფეხზე იდგა სტადიონზე, ეს გადამოვიწყდება და ფეხზე ამდღარი ტაშით გოგებებოდა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება. სიმღერა ქართველო ხელი ხმას ეკარ, ისეთი დროული იყო ეს მოწოდებაც და მოძრაობა. ესე იგი, რას ნიშნავს? ორი საბრძოლო ცეკვის სინთეზი გავაკეთე. ხორუმისა და ფარხმალის. და აი ამ ფარხმალით დედა რო ლოცავდა ორ ვაჟიშვილს ჯარში ისტუმრებდა, გარშემო ჯარი ყავდა და მე ეს მებრძოლები რომ ანახებდნენ უკვე, რა თქმა უნდა, ბრძოლა ურთიერთშორის აგისახებოდა, იყო ქართველი კაცის რაინდობისა და ტექნიკის ჩვენება. ეხლა პირობითია, ხომსორია ფარხმალის ხმარება. მაგრამ როგორ ხმაურობდა ქართველი კაცი ამას? რა წვრთნები ხონდა ამისათვის გავლილი და რა შესაძლებლობები? აი ეს იყო ნაჩვენები და ბოლოს წმინდა გიორგის დროშის გამოჩენა ხონდა რომ ისინი რიგდებიან ერთმანეთს ხმარს უსვლიან ეს ხმლის შეცვლა მე რა თქმა უნდა დავიბასორე ჩემი მასწავლებისგან მიხეილ ბახტაძეს ხონდა ესა და ეს გამოვიყენე დაძმობილება ესე იგი ორი მოპირდაპირე მხარის ხმლის გასვლა ერთმანეთში დაძმობილება და წმინდა გიორგის დროშის ქვეშ ჯარის გამარჯვებით გასვლა. აი ეს ცეკვა შექმენი ბატონი რეზო იმდენად დატვირთულია და დამუხტულია სულიერად, იმდენად მიეცა მთლიანად ის თავის შემოქმედებას და ცეკვას და იმდენად არის ნასაზრდოები იმ ფესვებით, რაზეც ქართული ქორეოგრაფია დგას, რომ მას აქვს უფლება დღეს თქვას, რომ მანაც ბევრი შესძინა ქართულ ცეკვას და ქართულ ხელოვნებას. ყოველი ცეკვა ეს არის საოცარი შინარსი, საოცარი აზრობრივი დატვირთვით და საოცრად ამაღლებული. აი მე მახსოვს ფარიკაობას დგამდა ჩვენთან და მეუბნება იხსნება კლდე და მორბის დამფრთხალი შველი. აი ასე უნდა შემოხვიდეს სცენაზე. და იცით რა ცოცხლდებოდა ეს სურათი ჩემში იმ დროს, იმდენად ისე გადმოსცემდა ამას და თითქოს აი თავზე დაატრიალებელ არწივსაც ვხედავდი და ქარაფზე შემდგარ ჯიხსაც და მეც იმ ბუნების ნაწილი ვხდებოდი და როგორ შემეძლო რომ ბოლომდე არ დავხარჯულიყავი. აი დავდგი ქართკახურის აზეიმო გარეკახურ საჭიდაოზე სიმღერაზე ძალიან ხშირად ვიყენებ სიმღერებს რისთვისაც მადლობელი ვარ ჩემი გუნდის და გუნდის ხელმძღვანელების აზია ლაპარაკი და მე ამასთან ერთად შიგ ჩავთე მე ეს ჭიდაობა ცეკვა და პლუს ამას მე საზეიმო ცეკვა ცანგალა და გოგოდა. ძალიან რთულია სიმღერის და ცეკვის ანსამბლში ცეკვების დადგმა. ესე იგი ეს ჯერეთით შენ მუსიკალური უნდა იყოს ძალიან. რეზომ ეს შეძლო, ყველა ვერ შეძლებს ამას. პირად დამოკიდებულებაში სოციალისტებს ავლენს. ის არის ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარული არის. ამავე დროს ძალიან ჩახედულია ერის ისტორიაში, ძალიან წიგნობარი არის და
პოეზია უყვარს ძალიან. შეთ რაღაცებზე დაგელაპარაკება და მოგიყვება, იგინა ჩვენ წარსული, ჩვენი ისტორიები, საოცარია, ძალიან განათლებული პიროვნება არის, ძალიან. ბატონი რეზო ჭოხონელიძე, ჩემის აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა, ვის ხელოვნებასაც ამ განხრით შეხვედრივარ და მიგემნია მათი თითქმის სრულყოფილება. ვიტყოდი იმას, რომ ბედნიერია ჩვენი ერი, რომ ყავს ესეთი დიდი, ქართულად მოაზროვნე ქორეოგრაფი, როგორიც არის ჩემი საყვარელი ბატონი რეზო. როცა მე უყურებ მის დადგმულ ცეკვებს, მხოლოდ ერთი რამე მებადება აზრად, რომ რა ბედნიერია ერი, რომელსაც ყავს ისეთი კაცი, რომელსაც შეუძლია, რომ ქართულ სულს, ქართულ სულიერებას, ქართულ ფოლკლორს ესოდენ დიდებულად ემსახურებს. და მე გეტყვით ერთი პატარა ლექსი მაქვს მე და მე მაგის იმაზე დავწერე, მაგის ცეკვებს ვუყურე მე პარიზში. მაშინ დავწერე ეს ლექსი. როცა არწივი ზეცას ხაზავს ნება აშლილი, იმას მაგონებს ვაშლისაგან ხელი გაშლილი. რა ილეთები რატანის თხევა, ჩახვეული, გადანასკული ქართული ცეკვა, ჩქეფარე როგორც ალადასტური. ეს იყო ზეიმი, რომელიც თელმა ევროპამ და შემდეგ ამერიკამ ნახა და ერქვა ძალიან ხატოვანი სახელი ქართული ლეგენდა. ეს პროგრამა დღესაც წარმატებით მოგზაურობს და უნდა ვთქვა, რომ ამაში ლომის წილი ზუსტად მიუძღვის რეზო ჭოხონელიძეს, რომელმაც რა თქმა უნდა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად ჯემალ ჭკუასელთან ერთად მოამზადა ეს პროგრამა. ძალიან რთული იყო ამ პროგრამის მომზადება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩარევა იყო მოწყობილების, რაღაც უნდა შეეცვალათ, მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ და მათ და სასახელოდ, როგორც ბატონი ჯემალ ჭკუასელის, ასევე რეზო ჭოხონელიძის ძალისხმევით, ვერაფერი ვერ შეცვალეს და დატოვეს ის ქართული სული, რომელიც ჭირდება ზუსტად აი ამ ანსამბლს. როდესაც ერისიონმა ქართულ ლეგენდაზე მუშაობა დაიწყო, გაჩნდა ბევრი იდეა. და იყო კამათი იმაზე, თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა ახალი და მოგვერგო მაყურებლის გემოვნებაზე. ამ სიტუაციაში რეზოს სახეზე დაეტყო, რომ ზუსტად იცოდა რა იყო ამისთვის საჭირო. მან ახალი კი არ გააკეთა, აიღო ძველი ტრადიციული და შემოგთავაზა მისი უკეთესი ვარიანტი. ჩემის აზრით, ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ახლის შექმნა. Probably the most difficult part of creating something or adapting something. The dance component of Georgian legend was ცეკვის კომპონენტი ქართულ ლეგენდაში მნიშვნელოვანია ჩემთვის და მაყურებლისთვის. რეზოს აქვს უნარი შექმნას ძალიან ლამაზი და კომპლექსური ხელოვნება სცენაზე, რომელიც ყოველთვის ფეხზე აყენებდა მაყურებელს და როგორც პროდიუსერს მე სწორედ ეს მინდოდა. that would always bring an audience to its feet, and that was of course what we wanted to have a successful show. When I arrived in Georgia, I just fall in love with the culture and I discovered the Georgian dance. ქართული ცეკვა ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა და ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. With this wonderful choreography.
პირველი ადამიანი, რომელმაც ეს თავისი საოცარი ქორეოგრაფიით წარმოადგინა, რეზო იყო. მასთან მუშაობის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს სახელი ჩემთვის მორის ბეჟას სახელთან ასოცირდება. დღეს ყველას ესმის, რომ ქართულ ცეკვას მსოფლიო პოტენციალი აქვს. რეზო ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა. ცეკვა მისი ცხოვრებაა. მუშაობისას მისი ნახვა ძალიან სასიამოვნოა. ერთხელ საფრანგეთში ტელეშოუში ვიყავით მიწვეულები. მან 3 წუთში დადგა ცეკვა და მოახერხა ფრანგი მაყურებლისთვის ქართული ცეკვა შეეყვარებინა. თავარი, რაც რეზო მომცა თავისი ქორეოგრაფიით, ეს მისი პროფესიონალიზმია. მისი ხედვა თუ როგორ იქმნება ლამაზი მოძრაობა და როგორ ხდება ყველა მოცეკვავის ურთიერთდაკავშირება. ამის შესახებ საათობით შემიძლია საუბარი, რადგან მისი საქმიანობის თითოეული დეტალი უბრალოდ შედევრია. ეს ადამიანი ცეკვის ოსტატია. წლის იანვარში ჰქონდა 9 კონცერტი პარიზის კონგრესთა სასახლეში. პროდიუსერები ყავდა ამერიკელი და ფრანგი. ფრანგი იყო ჟერარ ლოვანი, ერთ-ერთი უდიდესი პროდიუსერი. მეოთხე კონცერტი უნდა დაგვეწყო და იმ დილით ამოვიდა და ვკითხა, რომ გუშინ კონცერტზეო, რომ მაყურებელს სურვილი გამიჩნდა, რომ აი სამადლობელი ცეკვა შესრულებული იყო რამე თქვენი მხრიდანო. იმდენად აჟიტირებული იყო მაყურებელიო. აი შატილის მელოდიაზე რამე თუ შეიძლება, მაგრამ ეს მომავლისთვის ახლა კი არაო. ეს ყოდა წავიდა. დამთავრდა რეპეტიცია, დილის რეპეტიცია და რეზომ ყველა მოცეკვავე მომღერალი გაიწვია სარეპეტიციო დარბაზში და 1 საათში დადგა 4 წუთიანი სამადლობელი ცეკვა, რომელსაც ჩვენ შემდეგ მეოთხე განყოფილება დავარქვით. დაიწყო საღამოს კონცერტი, არავინ არ ელოდება და ანსამბლმა ეს 4 წუთიანი ცეკვა, სამადლობელი ცეკვა შეასრულა უნაკლოდ, უზადოდ და ძალიან ლამაზად. კონცერტის შემდეგ გამოვიდა ჟერარ ლოვანი და ცოტა განაწყენებულმა ვკითხა, თქვენ მე რომ გითხარით დილით, რომ ეგეთი რამე თუ შეიძლება, რატომ არ მითხარით თუ გაკეთებული გქონდათო? ყველას გაეცინა და უთხრა არა ბატონო, ეს თქვენ რო ბრძანეთ, იმის შემდეგ გავედით ჩვენ და რეზო ჭოხონელიძემ დადგა, კაცი გაოცებული იყო. როგორ 1 საათში შეძელით, რომ 4 წუთიანი ცეკვა დაგედგათო? კი, შეძლო, ეს არის რეზო ჭოხონელიძეო. და მაშინ თქვა სწორად ის ფრაზა, რომ ეს ყოფილა 21 საუკუნის ქორეოგრაფიის მეტრიო. ვაკეთებდი საორკესტრო ნომერს. ასე თუ ისე რომ მოისმინა რეზო ძალიან არ იყო დამთავრებული და ძალიან მოეწონა ეს დასარტყისი მელოდიების ის და გაკეთა სნოური. ეს სნო სოფელი ავირჩიე პატრიარქის საპატივცემულოდ, იმიტომ რომ წმინდა მოხეული ცეკვა გახავთ, მოხეულ ირეთებზე აღმოცენებული და პლუს ამას მთიელი კაცის სეზზე დგომის რიტუალი გამოვაჩინე. ამაღლებული ღმერთს როგორ მიმართავს, როგორ ეთაყვანება, აი ეს როცხვები და კეთილშობილება და
ეს ნიუანსები მაქვს ჩახსოვრული და როცა მიწას ეხება, იქ უკვე ტეხავს და მთიანი ხდება, გიჟი მთიანი. და როდესაც ცელზე დგება, ის აღიზარდა და ღმერთს შეთხოვს. ესე იგი, სიცოცხლეს, სიმშვიდეს, თავის თელსულიერებას. მოხეული ცეკვა, სნოური, სრულდება პირველად. როგორ გაირბინოთ? აბა